მოგესალმებით 2026 წლის 28 აპრილია. ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე დაიწყო საომარი ოპერაცია. მაგრამ სანამ უფრო დეტალურად გადავიდოდი აღნიშნულ საკითხზე, იმათ ვისაც საინტერესოდ მიგაჩნიათ ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა, უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება იმ აკაუნტზე არსებულ მასალასთან, ანუ რომ გაეცნოს მოხსენებულ მასალას უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს ამის საშუალება. მოგეხსენებათ, რომ უკვე ორი თვე არის გასული ზემოხსენებული საომარი ოპერაციის დაწყებიდან. ამ მომენტისათვის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არის ცეცხლის შეწყვეტის საკმაოდ მყიფე პერიოდი, მაგრამ თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს და როგორ განვითარდება მოვლენები, საკმაოდ ბუნდოვანია. ამ მომენტისათვის მიუხედავად იმისა, რომ ირანის მიმართულებით ახლა თითქოს და ცეცხლის შეწყვეტის პერიოდია, პრაქტიკულად დაკეტილი არის ორმუზის სრუტე. ანუ ის სრუტე, რომელიც სრუტის მეშვეობითაც ზემოხსენებული საომარი ოპერაციის დაწყებამდე გადიოდა აღნიშნული სრუტის გავლით მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის დაახლოებით 20%, ანუ დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში და მსოფლიოში მოპოვებული ბუნებრივი აირის, ანუ გაზის დაახლოებით 3%, ანუ დაახლოებით 120 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, ანუ გაზი წელიწადში. და ეს ყველაფერი, ეს მოვლენები, ამ მოვლენების შედეგი საკმაოდ ძლიერად არის უკვე ასახული მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. მაგალითად, ზემოხსენებული საომარი ოპერაციის დაწყებამდე ერთი ბარელი ნავთობის ფასი, ანუ მაგალითად 27 თებერვლისათვის შეადგენდა დაახლოებით $60, ხოლო ახლა კი შეადგენს დაახლოებით $100. და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, სერიოზული ასახვა ჰპოვა საწვავის ფასზე, როგორც მსოფლიოში, ასე კონკრეტულად საქართველოში, რადგანაც ეს ნავთობის მსოფლიო ბაზარი არსებობს და როდესაც მსოფლიო ბაზარზე ჩნდება მაგალითად ნავთობის სერიოზული დეფიციტი და 20%-ის მოკლება, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დეფიციტია, ანუ ყოველდღიურად ბაზარს 20%-ით ნაკლები ნავთობი რომ მიეწოდება, რა თქმა უნდა, შემდეგ მაგას აქვს, ასე ვთქვათ, ჯაჭვური რეაქცია და ეს აღნიშნული აისახება საწვავის ფასებზე იმ ქვეყნებშიც, რომლებიც უშუალოდ არ ყიდულობდნენ და არ ყიდულობენ ნავთობს სპარსეთის ყურის რეგიონიდან, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, რომ მსოფლიო ბაზარზე ამხელა ასეთ დიდი მოცულობით ნავთობის მიწოდების შემცირება, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ნავთობის ფასი ასახავს პოვებს, ხოლო შემდეგ კიდევ ნავთობისა და ზოგადად ენერგომატარებლების ფასებზე სერიოზული ცვლილებების სერიოზულად აისახება ზოგადად ფასებზე სხვადასხვა მიმართულებით, რადგან ხშირ შემთხვევაში და ძალიან ბევრი მიმართულებით ფასთ წარმოქმნაში ენერგომატარებლების კომპონენტი ძალიან სერიოზული ფაქტორია და აქედან გამომდინარე ეს მოვლენები სერიოზულად აისახება როგორც მთლიანობაში მსოფლიოში, ასევე საქართველოში და განსაკუთრებით ეს მტკივნეული არის ესეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის უცხოეთიდან სხვა ქვეყნიდან ყიდვაზე, ანუ იმპორტზე. ისე როგორც საქართველოა, მოგეხსენებათ, საქართველოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიმართულებით პრაქტიკულად იმპორტზეა დამოკიდებული. და ეს როგორც მოგახსენეთ, ეს ორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რომელიც პრაქტიკულად დღესაც ჩაკეტილია, სერიოზული გამოწვევა არის მსოფლიოში არსებული ვითარების. გარდა ამისა, ისრაელისა და ლიბანის მიმართულებით, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილს გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა.
ამ მომენტისათვის დროდადრო გრძელდება ერთმანეთის მიმართ დაბომბები როგორც ისრაელის მხრიდან, ასევე ჰეზბოლას მხრიდან, ასე რომ მოკლედ საკმაოდ დაძაბული არის მთლიანობაში მდგომარეობა და თუ როგორ დამთავრდება ეს ამბები და უпростоოდ როგორ გაგრძელდება, ძალიან ძნელია ამის თქვა და მთლიანობაში თვითონ დონალდ ტრამპიც ახლა არის საკმაოდ ძლიერ მდგომარეობაში იმ მხრივ რომ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მას შემდეგ რაც მან ვერ შეძლო უკრაინაში ომის დამთავრება მიუხედავად იმისა რომ წინასაარჩევნოდ მას ჰქონდა ასეთი დაპირება და მათ შორის ის რომ თავის ინაუგურაციამდე დაამთავრებდა ზემოხსენებულ ომს და უკვე ამ ლოგიკით უკვე 15 თვეზე მეტი ხნის დამთავრებული უნდა იყოს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და როგორც მოგეხსენება დღესაც გრძელდება ეს რა თქმა უნდა მის რეიტინგზე სერიოზულად აისახება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა ის რომ ირანში მიმდინარე მოვლენები თუ როგორ განვითარდება ეს ამაზეც ძალიან დიდად იქნება დამოკიდებული დონალდ ტრამპის რეიტინგი, მით უმეტეს მას აქვს მან სერიოზული მარცხი განიცადა არჩევნებში გასული წლის ნოემბერში, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა გუბერნატორების მერებისა და სხვა ტიპის არჩევნები, როდესაც რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელ პარტიასაც წარმოადგენს დონალდ ტრამპი, დიდი და ზემოხსენებულ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია დიდი უპირატესობით ვამბობ დემოკრატიული სახელმწიფოების საზომით, დიდი უპირატესობით დამარცხდა დემოკრატიულ პარტიასთან და მე შეგახსენებთ რომ თვითონ ტრამპს ზოგადად საკმაოდ ისეთი ვითარება აქვს რომ სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა ამერიკაში მის წინააღმდეგ უკვე გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცი მსაჯულების მიერ და გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ უკვე ეს ითვლება ფაქტად რომ ის უკვე ცნობილი იქნა დამნაშავედ გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეზე და შემდეგ უნდა ყოფილიყო სასამართლო და სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა თუ რა მიესაჯა მისთვის და ამ დროს მას წამოეწია პრეზიდენტის კანდიდატის იმუნიტეტი და შემდეგ პრეზიდენტობის იმუნიტეტი და ასე რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეიტინგის საკითხი თუ როგორ წავა და ახლა ამიტომ ახლა ტრამპი არის ძიმე ვითარებაში ირანის მიმართულებით, იმიტომ რომ თუ როგორ განავითაროს მოვლენები, მაგალითად ახლა ის რომ თქვათ მან დაამთავროს ომი ასე და თქვას რომ ორმუზის სრუტე გავხსენიო და ისე რომ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი შედეგი ვერ დადოს, მაშინ ამაზე მას უპასუხებენ რომ ორმუზის სრუტე ხომ ზემოხსენებული საომარი ოპერაციის დაწყებამდე გახსნილი იყო და მაშინ შედეგი რაღა არისო, იმიტომ რომ ახლა მაგალითად ისეთ ქვეყნებში ავტორიტარულ ქვეყნებში ავტორიტარმა მმართველმა შეიძლება მაგალითად შავი თეთრად გაასაღოს და შეიძლება მარცხიც რო იყოს მოსახლეობა აზეიმოს გავიმარჯვეთო, მაგრამ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ეს დემოკრატიული სახელმწიფოა, რა თქმა უნდა ტრამპი თუ რამე შედეგს ვერ დადებს და იტყვის რომ ორმუზის სრუტე გავხსენიო, რა თქმა უნდა ამერიკის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არ გაუტარებს და იტყვის რომ სრუტე გახსნილი იყო სამხედრო ოპერაციის დაწყებამდეო და დადებითი შედეგი ზემოხსენებული სამხედრო ოპერაციის რაიმე სერიოზული თუ არ დაანახა იმის გარეშე მისთვის რა თქმა უნდა ძალიან ძნელი იქნება რეიტინგის მიმართულებით ვითარება. მით უმეტეს რომ ამ წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატებში არის კონგრესის არჩევნები დანიშნული, როდესაც უნდა აირჩეს კონგრესის ქვედა პალატის ანუ წარმომადგენელთა პალატის მთლიანი შემადგენლობა და კონგრესის ზედა პალატის სენატის დაახლოებით მესამედი და მოგეხსენებათ რომ კონგრესი არის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტი, ასე რომ ტრამპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის დადება ირანის მიმართულებით ან როგორც მინიმუმ სხვა მიმართულებით მაინც. და ირანის მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება იყოს მაგალითად ის რომ თქვათ მას ჰქონდეს სათქმელი ამერიკის საზოგადოებისათვის რომ ირანის ბირთვული პროგრამა ასე ვთქვათ დამაჯერებლად ასე ვთქვათ გაბაუქმეო, შევწყვიტეო, უკვე აღარ არსებობსო და რამე ამდაგვარი შედეგის გარეშე როგორც მოგახსენეთ, მაშინ მისთვის არ იქნება იოლის შემდეგ საარჩევნო კამპანიას ის ჩატარება
კონგრესის საარჩევნო კამპანიის ჩატარება. აი ასეთი ვითარება არის, საკმაოდ ძიმე ვითარება, თვითონ ტრამპიც საკმაოდ ძიმე ვითარებაშია, რასაც მოუწევს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება თუ რაქნას ამიმართულებით და ზოგადად ეს რაც ხდება ახლა სპარსეთის ყურეში და ახლო აღმოსავლეთში სერიოზული გამოწვევა არის დღევანდელი მსოფლიო ვითარებისათვის. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდით.